მოგესალმებით ემა, მივესალმები ტელემაყურებელს ყველას და მინდა ტრადიციულად ვისარგებლო შემთხვევით და პატიმრებს თავისუფლება უსურვო, ვინც გამოკეტილი ყავს ოცნებას ციხეებში და ასევე ვისარგებლო შემთხვევით გუშინ ამაღლება იყო დღეს ნიკოლოზობა და მინდა ნიკოლოზობა ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული. თქვენს კითხვას არაფრით არ გამომივა იმ ტყუილის გაყიდვა და არც ვაპირებ ახლა თქვენს ეთერში რომ გამიკვირდა მეთქი, იმიტომ რომ რაღაც მიხარია ამ სიამოვნებს და ასე შემდეგ. უბრალოდ ამ 14 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრინციპში არ დარჩა არც ერთი სფერო, აი, რა ვიცი, მინისტრთა კაბინეტი დავარქვა, ცენტრალური ხელისუფლება დავარქვა, ადგილობრივი თვითმმართველობები დავარქვა, დედაქალაქი დავარქვა, რაიონი, რომელიც გინდა, არ დარჩა თითქმის სფერო, სადაც არ შესულიყო ესეთი მსუყე დოზით კორუფციული მომენტი, თან ისეთ მხილებული კორუფციული მომენტი, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან, დამთავრებული უშიშროებით და თავდაცვის სამინისტროთი. ნუ აი, ხო გეუბნებით ძალიან ფართო სფერო, ეკონომიკის სამინისტრო, იქ აჭარა, იქ თბილისი, იქ ყველგან და ამიტომ როცა ესეთ რაღაცას იგებ, ხოლმე სადაც უფროსია დაპატიმრებული, მოადგილე რო ფრთამისაღებაზე დაეპატიმრებინათ, რატომ უნდა გაგიკვირდეს? რა თქმა უნდა, ეს არ ქსიამოვნებს, იმიტომ რომ შენს ქვეყანაში ხდება ელემენტარულად და რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო და არ შეიძლება ეს გესიამოვნოს, ერთადერთი მხილებისთვის შეიძლება ესეთი ფაქტი იყოს სასიამოვნო, მაგრამ ამ მოვლენას თუ ამ ინფორმაციას რაც დღეს გავიდა, სხვა წახნაგი აქვს ერთი, რომელიც ჩემი აზრით უფრო მეტ ჩაფიქრებას, არა დაცინვას, არამედ ჩაფიქრებას იმსახურებს. საქმე ის გახლავთ, რომ ამ რამოდენიმე წლის წინ ახალი სტრუქტურა შეიქმნა ქართული ოცნების წიაღში. ანტიკორუფციული სააგენტო. კი ბატონო. გახსოვთ და ამ სააგენტომ არ ვიცი რაღაცა იფუნქციონირა თუ ვერ იფუნქციონირა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების მახსოვრობაში ჩარჩა თავისი იერით შეიძლება სახელწოდებითაც ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. ნუ შემდეგ ეს სააგენტო გაქრა, აორთქლდა, არ ვიცი, მისი საჭიროება აღარ იქნა მიზანშეწონილი თუ მიღებული ქართული ოცნების მიერ და დარჩა ისტორიაში და უცებ აი რო იტყვენ ოი საოცრებავო, რა ხდება რომ უშიშროების სამსახურის უფროს იჭერენ კორუფციაზე საკუთარ კაბინეტში $250,000 მიიღო და ის იმ სააგენტოს, ანუ ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამ ჩინოვნიკის ადვოკატად გამოდის. მართლა ვერ ხვდები. გინდა ივანიშვილს მიმართავ, შეიძლება სულ არ იყოს საყურადღებო ჩემი მიმართვა, ეხლა გინდა კობახიძეს, გინდა ვისაც ყველას მოგმართავთ ქართული ოცნების წარმომადგენლებო. ეს რამე ფანტაზიის გამოხატულებაა თქვენეული, თუ პირიქით დუხჭირი ფანტაზიის გამოხატულება, ესეთი რაღაც როგორ ფიქრობთ, აი შემთხვევით დაცინვაც არ არის, ემა მაპატიე რა. ეს არ არის დაცინვა ხალხის, რომ აი ესე გეკცევით, ხო ხედავთ? გუშინ ვებრძოდი კორუფციას მე სახელმწიფო სახელით და დღეს ერთ-ერთ მსუყე კორუფციონერს ადვოკატად უდგები. ეხლა ვიღაც მეტყვის რომ სწორედ იმის არის ადვოკატობა რომ ყველა შემთხვევაში უნდა ეძებო მაშინ გამართლება და შემდეგო. უბედურება ეს ყველაფერი და რატომ ხართ ამ რაღაც თვითდაზიანების რეჟიმში მართალი გითხრათ ვერ ხვდები ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავ რო გითხრათ ეხლა გულის შემტკივა მეთქი ალბათ მოგატყუებთ მაგრამ მაინც გულწრფელად გეტყვით არ მსიამოვნებს ესეთ იდიოტურ მდგომარეობაში რო ხედავ ჩემი ქვეყნის მაინც ხელისუფლების ცარკეულ წარმომადგენელთან მდგომარეობას. რას ფიქრობთ რატომ გაახსენდა მაგალითად დღეს ახობაძეს როდესაც ხელბორკილები დაადეს მაინც და მაინც რაჟდენ კუპრაშვილი. ანუ სხვა, რა ვიცი, ადვოკატები. ვინმის გაახსენდა კიდე საკითხავია, ახობაძეს გაახსენდა კუპრაშვილი თუ კუპრაშვილს გაახსენდა ამ ინფორმაციის მიმღებს ახობაძე, არავინ არ იცის, მაგრამ ის რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გუშინდელი კორუფციაში ბრალდებულ მაღალჩინოსანს იცავს,
ეს არის უკვე მოცემულობა და აწი ახლა ვის რატო როგორ და რანაირად გაახსენდა ეს ყველაფერი ერთმანეთში ეძებონ. დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტ სინათლეს დრო მოხფენს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აუცილებლად მინდა გესაუბროთ, 26 მაისის აქციას ეხება, ხომ, ანუ კიდევ ერთხელ და ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად კეთდება მოწოდებები ერთიანობის შესახებ, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ერთიანობის შესახებ, იმისათვის რომ ამ მომრჩეველს აღარ დარჩეს რაღაცა იოტისოდენა და მოქალაქეებს აღარ დარჩეს იოტისოდენა ეჭვი, მაინც რომ ერთნაირი ღირებულებების არიან აი ამ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური ძალები. ვიცით თქვენი პოზიცია, ლელოს პოზიცია ამ აქციასთან დაკავშირებით. ვიცით რომ ხედავთ გარკვეულ რისკებს იმისა რომ ვიღაცებს აქვთ ცდუნება შესაძლებელია რომ პოლიტიკურ თუ პარტიულ კუთვნილებადაც აქციონ ასეთი მასშტაბის აქცია, მაგრამ ხომ არ გადახედავთ თქვენს პოზიციას აქციაში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. ბოლო წინადადებას ეგრევე ვპასუხობ, არავითარ შემთხვევაში. რატომ ასე კატეგორიულად? რაც შეეხება რატომ და როგორ და რანაირად. 26 მაისი არის დიდი დღე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დამოუკიდებლობის დღე და რა ვიცი 1988 წლიდან მოგატყუებთ რომ თქვა უფრო ადრინდელი პერიოდიდან მეთქი, მაგრამ 1988 წლიდან კარგად მახსოვს ანჩისხატის ეკლესიის ეზოში 26 მაისი, როცა პირველად მოხდა მაშინდელი კაკბ-ს შემოტევა, მაშინ მესამე კურსის სტუდენტი გახლდით და იქიდან ეს დღე ყოველთვის აღინიშნებოდა, ყოველთვის სასიხარულო იყო, ყოველთვის არის რაღაც განსაკუთრებულად პატივსაცემი და მგრძნობიარე, ალბათ ყველასთვის, არ ვიტყვი ახლა ჩემთვის განსაკუთრებით მეთქი და ისე როგორც ყველასთვის, მათ შორის ჩემთვის. რაც შეეხება 26 მაისს წელს, მე პირადად და ლელოს წევრები, ზოგი ერთად, ზოგი ცალ-ცალკე ვაპირებთ აღნიშნოთ ეს დღე, ვიზეიმოთ ეს დღე, ახლა როგორ და რანაირად მოხდება ამას გადავწყვეტ, არ იქნება ეს რაღაც განსაკუთრებული მიძღვნები, თუმცა რაღაც სიმბოლური დატვირთვა ექნება. რაც შეეხება 26 მაისს თქვენს რაღაცა აქციას, პერფორმანსს, არა, გვინდა ჩვენც რომ საჯარო რაღაც პატივი მივაგოთ იმ ხალხს, ვინც თავის სრული შეიტანა ამ დღის შექმნაში. ან თქვენი 26 მაისი გექნება, შეიძლება ასე ითქვას. ყველა ქართველს თავისი 26 მაისია, გემა, დარწმუნებული ვარ, თქვენი 26 მაისი გექნება. რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მე ხომ მხოლოდ თქვენი სახელით არ გესაუბრებით, გეკითხებით, ხო? ანუ ერთიანი პარტიული აქტივობა გექნება 26 მაისს. ეს იქნება ჩვენი აქტივობა ყოველგვარი ზედმეტის ანზალაკების გარეშე. რაც შეეხება იმ ღონისძიებას, რომელსაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს და ორი თვეა ამას ეძღვნება ეს მზაობები, მე მემაჩნია რომ არ არის ეს თავის დროზე მოფიქრებული, ჩაფიქრებული, განხორციელებული კარგი გადაწყვეტილება. გასაგებია რომ ხალხმრავლობა გიზიდავს, მრავალი თანამოქალაქის გვერდში დგომა კარგია. ოღონდ ეს ახლა 26 მაისს თავისით ქუჩაში გამოსული ხალხის ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს, ხო? ბერტმაქრას კი ბატონო, მეტროს ადგურებიც კარგია, ასე შემდეგ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ეს არის პარტიული ღონისძიება. ეს არის ალიანსური ღონისძიება, როგორც ესეთი და ახლა 26 მაისს სხვის მიერ დაგეგმილ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა პრინციპულად მიუღებლად ჩაითვალა ლელოში და ერთ-ერთი აქტიური მომხრე ყველაფერი ამისა გახლდით მე. ეს არის პარტიული ღონისძიება და გამომდინარე ეს არის იქიდან, ბარემ იმ თემასაც შევეხები, რომ პრინციპულად ვარ დარწმუნებული და ყოველგვარი მორიდების გარეშე ვიტყვი ემა, რომ ამ ქვეყანაში თუ მე ვიცი რა არის არჩევნები, ერთ-ერთი მეც ვარ ისეთი, რომელსაც რაღაც გამიგება, მე მიმაჩნია რომ ოპოზიციონერ ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევანის უფლება ოპოზიციაშიც. ამიტომ პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთ სუბიექტად ქცევა. თუ ალიანსი დღეს ფიქრობს რომ ის 9 პარტია ერთი სუბიექტი არ იქნება არჩევნების დღეს, საერთოდ უბედურება დამართნიათ მაშინ. ესე იგი 9 პარტია მე უნდა დაიშალოს კიდე რამოდენიმე სუბიექტად, ეგ საერთოდ გაურკვეველია, ჩემთვის და ეგ არის წამგებიანი ხალხო, ნუ აკეთებთ მაგას, იმიტომ რომ დაზარალდებით სერიოზულად და ეხლა რო გითხრათ რომ საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ რას იზავთ მეთქი, არ ვიქნები მართალი, აქედან გამომდინარე
ოპოზიციური ამომრჩეველი არის მრავალფეროვანი. არ შეიძლება რომ ყველა ერთ გემოზე დადგეს. აქ კეთდება ნახეთ მოწოდებები, აი მათ შორის ერთ-ერთი იყო სააკაშვილი, რომ რაღაცა უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული სიმბოლიკების გარშემო, არამედ აი დროშის გარშემო, არ გვჭირდება პარტიული ლოზუნგებიო და სხვადასხვა სიმბოლიკების დემონსტრირება ასეთ აქციაზე. მესმის რომ ოპოზიცია თუ გავა რამოდენიმე სუბიექტად, ბოლოში მას მოუწევს ერთმანეთთან თანამშრომლობა, ოღონდ როცა დადგება შედეგი. ეს გავიგე, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ჩვენი თავი შევთავაზოთ, ჩვენი არჩევანი და ჩვენი განსხვავებულობა უნდა შევთავაზოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს და ერთის მიუღებლობის გამო ამ ამომრჩეველმა უარი არ უნდა თქვას ამ მთლიან ერთობაზე. და თუ აქ რამოდენიმე სუბიექტია საუბარი, ამას ვამბობთ სწორედ ჩვენ და სხვა არაფერი. რაც შეეხება სააკაშვილის დროშის ქვეშ დგომას, აქ უკვე ჩემ პირად განწყობას გეტყვით. კარიერის პიკში რომ იყო სააკაშვილი, მაშინ არ ყოფილა მისი შემოთავაზება და მისი გადაწყვეტილება პირადად ჩემთვის შეუვალი და აუცილებლად მისაღები და დღეს ახლა რატო უნდა იყოს ვერ გავიგე. კი ბატონო, უნდათ რომ რაღაც გააკეთონ ოღონდ. ეს გაკეთება, ნუ იქნება სხვის ასე ვთქვათ, დაზიანების ხარჯზე, იმიტომ რომ მაინც ვერ დააზიანეთ ვერავის და თუ მაინც და მაინც სხვისი დაზიანება გაქვს მიზნად, ოდნავ ჩაუფიქრდი. ზურგის ტვინის დონეზე იფიქრე, რომ ბოლო-ბოლო საკუთარ თავს დააზიანებ. ამით. მეტი არა. ბატონო მამუკა, ნახეთ თქვენ თქვით რომ გუნდშია ხომ, თქვენს პოლიტიკურ პარტიას გულისხმობ, კოალიციას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მოწინააღმდეგე ვიყავი რომ ლელოს აი ამ აქციაში მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო. ანუ დამჭა ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მოწინააღმდეგე იყავით რომ ლელოს მიიღო მონაწილეობა აი ამ 26 მაისის მსვლელობაში. კი, სხვის პოლიტიკურ. არა, მომხრები არ ყოფილან. მე ვიტყვი ჩემი აზრი, არა, როგორ გეტყვით. ეს იმას განიცავს რომ ვიღაც როცა აზრი გამოითქვა, მე ვთქვი მარტივად ელემენტარულად რომ სხვა პოლიტიკური ალიანსი ვინც მაგალითად გამოთქვამდა მოსაზრებას რომ აი მართლა რომ ძალიან ბევრი დაშვების დონეზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ კონკრეტული შედეგი ჯერ ჩვენ არ გვაქვს. მოლოდინის ამიტომ ესეთი კი არა არასდროს თუ ვინმეს კიდევ დარჩა არც კი ყოფილა ასეთი რა უბრალოდ მე როგორც კი ასე ვთქვათ განსახილველ საკითხად გაშდა უბრალოდ თქვი რომ უბრალოდ წარმოუდგენელია ჯერ 26 მაისს რატო უნდა დაამტხვიო რაღაც კონკრეტული ღონისძიება მაგრამ ნუ ეს ხა მისი საქმეა და კი ბატონო მაგრამ სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია, სხვა პოლიტიკური ალიანსი რაღაც ღონისძიებას მართავს და აქ ეხლა შენ რაღაც კეთილი დამატებასავით აღმოჩნდა, ნუ არ მიმაჩნია საჭიროდ და იცით რატო არ მიმაჩნია? იმ რაღაცის გამო, რაც მე მოვაყოლე. იდეაში ამ ყველაფერმა მე უნდა უბიძგოს ერთიან სუბიექტობას, რაც პრინციპულად დაუშვებლად მიმაჩნია მეთქი. იმიტომ რომ მე პირადად ვიცნობ ამ მრჩეველს, რომელმაც შეიძლება არჩევანი არ გააკეთოს ოპოზიციის სასარგებლოდ, რომელიღაც სუბიექტის ყოფნის გამო. აი ძალიან შორ გათვლებს ხომ არ აკეთებთ და რატომ ხა გეკითხებით იმიტომ რომ თვითონ აი ამ აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებს საკმაოდ მაღალი მოლოდინები აქვთ აქციასთან, აქციიდან მიღებულ შედეგთან დაკავშირებით. აი ეგეც შეცდომა. ხო, ამბობენ რომ აი არ ვიცით, სპონტანურობაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თუ ბევრი ხალხი გამოვა, სად და როგორ ამოხეთქავს ამ ხალხის ბრაზი არავინ არ იცის და რა არის დაგეგმილი 26 მაისს ვიხილავთ კონკრეტულად 26 მაისს ანუ თუ მოხდა ისე და მართლაც რაღაცა გარდამტეხი აღმოჩნდა ეს თარიღი მთელს აი ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ ბრძოლაში რომლის შემადგენელიც თქვენ ხართ ხან ყველასთან ერთად ხან ცალ-ცალკე ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლებელია სწორედ აი ამ პოლიტიკური დინების მიღმა აღმოჩნდეთ. ზომაზე დიდხან შემოყევით პირადად მე ამ თემაში. არ არის ეგ შესაძლებელი, პირდაპირ გეუბნებით რომ ეგ არ იქნება, ეგ არ მოხდება, ეგ არის ხელოვნურად, ასე ვთქვათ, კონკრეტული დღის დატვირთვა, რომელიც ვერაფერი ხელშესაღებით ვერ დამთავრდება და მე წუწუნს ნუ დაიწყებს, ნუ რავი რომ აი ჩვენ ესე გვეგონა, ისე გვეგონა, ბოიკოტმა ხო დაანახა ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტმა, არჩევნების ბოიკოტმა ხო?
პრეზიდენტიდან დაწყებული ქვევით და ქვევით ყველა უკვე მაგ აზრზე არის. ამიტომ ეხლა რო იტყვიან ჩემი ხნის კაცის იმას და წყვილის დაგეჯერებაო. ნუ პატარა მოусმინოთ ერთმანეთს თუ გულწრფელად ვართ განწყობილი და თუ ეხლა რაღაც ქვენაგრძნობების გამო მიდის ეს ყველაფერი, როგორმე მაგის ამოცნობა შეგვიძლია. ამიტომ რო აღარ შევყვეთ ამ თემას 26 მაისი სადღესასწაულო დღეა, ჩვენ წილად ვიდღესასწაულებთ სხვის ტიპის ღონისძიებებში, სხვის პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მივიღებთ და სხვასაც მოუწოდებთ. ნუ დატვირთავთ ზედმეტად ამ დღეს მოლოდინებით, იმიტომ რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დაგემართებათ იგივე ფიასკო წერტილი. მადლობა.